თბილისის ბიუჯეტში ცვლილებები შედის საფინანსო საბიუჯეტო კომისიის ხდომაზე განიხილება საკითხი 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ. საკრებულოს წევრების განმარტებით 2014 წლის ბიუჯეტში ვერ იქნა ათვისებული გარკვეული თანხა და დარჩენილი 60 მილიონი იმ გარდამავალ პროექტებს მოხმარდება, რომელიც 2015 წლის საფინანსო დოკუმენტში მუხლობრივად არის გაწერილი. კომისიის ხდომაზე ასევე განხილული იქნება დედაქალაქის მერიისთვის ფონდი ქართლისგან გრანტის სახით გადაცემული 10 მილიონი ლარის საკითხი. საუბარია ოლიმპიადის ორგანიზებასთან დაკავშირებული დამატებითი დაფინანსების გამოყოფაზე, რაც თავის მხრივ მშენებლობებს და ინფრასტრუქტურის პროექტებს ეხება. 60 მილიონი ის თანხა არის, რომელიც ბიუჯეტში ვერ იქნა ათვისებული, მაგრამ ეს არის იმ გარდამავალ პროექტებზე, რომელიც გადმოვიდა 2015 წლის ბიუჯეტში მუხლობრივად არის გაწერილი. საგრანტო ორგანიზაციის, რომელიც არის ბანკი ქართულ, მის მიერ იქნა ეს თანხა გაწერილი ამ ოლიმპიადისათვის და გადმოცემული იქნა ფაქტურად ქალაქ თბილისის მერიისათვის იმ სამუშაოების განსახორციელებად, რომელმაც წარმატებულად უნდა ჩაატაროს ოლიმპიადა ქალაქ თბილისში. საუბარი ეხება ოლიმპიადის ორგანიზებასთან დაკავშირებით დამატებითი დაფინანსების გამოყოფას, რაც მშენებლობებთან და საჯარო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასთან დაკავშირებულ საკითხებს მოხმარდება. ეს არის საქველმოქმედო ფონდი ქართლისგან მიღებული დაფინანსება, გრანტი, რომელიც აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში გრანტების კომპონენტში და გაწერილი იქნება სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებში ხარჯვით ნაწილში.